რა სირბილი წავიდეთ ვიცურავოთ, ან ცურვა ხო ჯობია სირბილს. აი ვერი ტყვი ეგრე. მე მაგალითად მაგას არ ვეთანხმები. ანუ ზოგადად დაბალი ინტენსივობის თვალსაზრისით, კი. იმიტომ რომ ცურვა მაინც დაბალ ინტენსივობაში გადის. ხა ჩვენ ანუ დამწყებები ვერ დავიტვირთებით ისე რომ აი ცურვით ძალიან მაღალ ინტენსივობაზე ავიდეთ, იმიტომ რომ მაგ დონეზე ვერ ვცურავთ. ანუ ცურვას ტექნიკა სჭირდება თან. ანუ შენ როდესაც არ იცი კარგად ცურვა, დიდი ხანი ვერ იცურებ, ვერც სწრაფად ვერ იცურებ. ანუ მაგაზე უნდა იარო მაშინ, უნდა ისწავლო, მე სხვა შორის ძალიან კარგად ვცურავ და თან საკმაოდ მოცურავად ვთვლი თავს, ანუ ვიცი ცურვა. და მაგიტომ ვიძახი რომ ტექნიკა თუ არ გაქვს, ვერ იცურებ დიდი ხანი. ხა მე მაგალითად შემიძლია რომ 2-3 კილომეტრი რომ მივდივარ ვიცურო გაუჩერებლივ. თუმცა მაინც არ არის საკმარისი დატვირთვა ჩემთვისაც ეგ, იმიტომ რომ სისწრაფე მაინც არ მაქვს. ანუ მაინც სუბუქად ვიტვირთები. პულსი ანუ არ არის ისე მაღლა როგორც ხო. ოკეი. ანუ თუ თქვათ გავაკეთებ რაღაცა პატარა აჩქარებებს, პულსი კი შეიძლება ამივიდეს, მაგრამ ტექნიკის, ანუ არასაკმარისი ტექნიკის გამო ვერ ვინარჩუნებ მაგ ტემპს, რომ თქვათ მე დავდგე და ეს დიდი ხანი შევინარჩუნო. იგივე დაემართება ნებისმიერ დამწყებს. და ასევე ეს წონის ტარების კომპონენტიც არ არის ცურვაში. ეგ არის ხო ყველაზე კიდევ მნიშვნელოვანი, რომ აი რასაც weight bearing-ს ეძახიან და აი წონითი დატვირთვა, ზოგადად აი ადამიანი რო დგას, უკვე განიცდის წონით დატვირთვას, იმიტომ რომ ჩვენზე მოქმედებს სიმძიმის ძალა. და ეს ზოგადად ცურვის დროს ეს სიმძიმის ძალა უკვე აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ უწონო მდგომარეობაში ვართ. და ზოგადად ნაჩვენები არის, რომ აი ადამიანები, რომლებიც კოსმოსში მიდიან, სერიოზული პრობლემა ექნებათ მერე მაგაზე ცვლებზე, რომ იქ რო სულ უწონო მდგომარეობაში არიან, იქ მაგიტომაც ატანენ ვარ რაღაცა სავარჯიშო რაღაცებს, სპეციალურ წონებს და რაღაცებს ატანენ, რომ სისტემატურად ივარჯიშონ. და წონითი დატვირთვა მისცენ ორგანიზმს. თუ არა და სერიოზულად უზიანდებათ იქ ძვლის გამოფიტვა, კუნთების ატროფია და ანუ ასე შემდეგ. და ფაქტიურად ცურვაც უწონო მდგომარეობაა. ამიტომ ეგ ბენეფიტი არ გვაქვს და ცურვასთან ერთად მაშინ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ჯიმში, ეგრეთ წოდებულ დარბაზში ან სახლში ცალკე წონითი ვარჯიშები. თუ ამ ორს კომბინაციაში მოვიყვანთ, მაშინ კი ბატონო, მაშინ ცუდი ნამდვილად არის. ეს ბასეინში რო ხტუნაობენ ხოლმე. ეცი რა, ხო ეგ არის ძვლება. ზოგადად აი მაგალითად ხტუნავებ, ალბათ ჩაიცოლება სანდრო.